საღამოშვიდობის დღეს პარასკევია და პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია. მე ეკა მიშველაძე ვარ. რას თავაზობს დავით ნარმანია ნიკა მელიას, მიიღებს თუ არა დებატებში მონაწილეობას და დათანხმდება თუ არა ქართული ოცნების პირობებს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი. ცესკოს გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით არიან თუ არა მზად პოლიტიკური სუბიექტები 12 ივლისისთვის, როგორია პოლიტიკოსებისა და იურისტების შეფასებები, არჩევნები და ხმაურიანი დაკავებები, რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები. დღეს პირველ სტუდიაში ნიკა მელია, ირაკლი სესიაშვილი, კახა კოჟორიძე და ეკა გიგაური. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით სტუმრებთან ერთად. შუაღამის ხდომის შედეგი ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა. ასწრებენ თუ არა კანდიდატები საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებას დარჩენილ 8 დღეში. რატომ აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა ამ თარიღს და დაირღვა თუ არა რეალურად კანონი? რას ამბობენ კანდიდატები, პოლიტიკოსები და იურისტები? არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, როგორც შეხედეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 12 ივლისს. პირდაპირ დარღვეული არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სხვა საკანონმდებლო ნორმები. არჩევნების დღე დაინიშნა მაშინ, როდესაც კანონი გაძლევს ამის საშუალებას. აქ პრობლემა არ იყო. მეორე პრობლემა არის ის, რომ რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება, რომ მოემზადონ ამ წინა საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. მეორე ტური არჩევნებისა უნდა დაანიშნულიყო გონივრულ ვადებში, რადგან არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს საარჩევნო რეჟიმში. საარჩევნო კამპანია და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისთვის აყენებული ახალი ბრალდება. ვინ რას უკავშირებს გიგი უგულავას დაკავებას? პოლიტიკური ზეწოლა თუ გადაუდებელი აუცილებლობა? ოპოზიციისა და ხელისუფლების რადიკალურად განსხვავებული შეფასებები. არ მეგულება ამ ქვეყანაში ბავშვიც კი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი, რომ მოხდეს ჩვენი დემორალიზაცია, მოხდეს ჩვენი დაშინება. ამ მეთოდებით შეუძლებელი არის ჩვენი განადგურება. ნებისმიერ ბრალდებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ პირთან მიმართებაში, ვინც რაიმე კავშირში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, ისინი მუდმივად სწორედ აპელირებენ პოლიტიკურ ბრალდებაზე, რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად საფუძველს მოკლებულია. კიდევ ერთი შეთავაზება ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს დებატებში მონაწილეობაზე. რა პირობებს თავაზობს ქართული ოცნება ოპონენტს და როგორი იქნება ნიკა მელიას გადაწყვეტილება? დღეს ექსკლუზიურად პირველ სტუდიაში. ცხელი პოლიტიკური ზაფხულის ახალი ეპიზოდი, არჩევნები და ხმაურიანი დაკავებები, დისკუსია და სამართლებრივი შეფასებები. ნიკა მელია, ირაკლი სესიაშვილი, კახა კოჟორიძე და ეკა გიგაური დღეს პირველ სტუდიაში. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. რატომ აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა ამ თარიღს? რა კანონდარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ნიკა მელია იმ დებატებში, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ მიიღო შეთავაზება ქართული ოცნებისგან. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაა დღეს ჩემი სტუმარი. ნიკა, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ მე აქ მარტო ყოფილიყავი. ამით ყოფილიყო ასევე ადამიანი, ვისაც ასევე აქვს პრეტენზია თბილისის მერობაზე. მე გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით მოკლე განმარტებას. რა თქმა უნდა, პირველი ტურის დასრულებისთანავე თქვენც მიიღეთ ჩემი შემოთავაზება ქართული ოცნების კანდიდატმაც, მაგრამ მისგან უარი მქონდა მაშინაც. ეხლაც დღევანდელი ეთერისთვის, როგორც თქვენ დაგპატიჟეთ, ისე ბატონი დავით ნარმანია, თუმცა ბატონმა დავითმა რაღაც საარჩევნო კამპანიის შეხვედრებისა და მოუცვლელობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. თუმცა მან კიდევ ერთხელ დღეს შემოგითვალათ, თუ არ ვცდები წერილიც გამოგიგზავნათ, რომელიც ალბათ მოახცევს ადრე თუ გვიან გააჩნია რა რეჟიმის გამო. თუმცა ვიდეო შეთავაზებაც გქონდა. თქვენ რომ ბევრი არ წეროთ, მე მინდა რომ დღეს ვუთხრათ მაყურებელს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. უნდა ვისაუბროთ. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. ეს მცდელობას თითქოს მეორე ბრიფინგი მიუძღნეს თითქოს ბატონი დათო ნარმანია მიწოს მე დებატებში. ეს ყოველთვის თავი დავანებოთ, პირველ რიგში დასრულებული არ იყო, როდესაც გამოვედი და შევთავაზე მას დებატები. კაი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ პირველი, ვინ მეორე. მაგრამ როდესაც მან შვენივრად იცის ჩემი პოზიცია და უშუალოდაც მაქვს არაერთხელ ნათქვამი და ქონდა რამდენიმე დღის საშუალება ჩვენ ერთ-ერთ ორგანიზებაზე შევხვდით ერთმანეთს და პირადად უთხარი თუ რატო იკავებდა თავს დებატებისაგან. ძალიან სამწუხაროა დღევანდელი ბრიფინგი შედგა ცენტრალურ ოფისში თუ ავსწრებით ქართული ოცნების და თვითონ თავად ბატონი დათო არ საუბრობს, გასაგებია, ესეც სამწუხაროა. აქვე მინდა გითხრათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველასათვის იყოს ძალიან ნათელი. მე არათუ თავს ვიკავებ პირიქით, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში. აი, ტელემაყურებლების დასაგონად დევ პირობას.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისშიც კი მზადვან მივიდე და გავამართო დებატები მასთან, იქ სადაც ალბათ ყველაზე მეტად იგრძნობს თავს კომფორტულად, ხო? ჩემი პირადი მოსაზრება და არა მხოლოდ ჩემი, დარწმუნებული ვარ. მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის ასე თუ ხარდაჭერი იქნება თბილისში მოსახლეობრივი ადამიანი. ნათო, იმიტომ რომ მე სხვადასხვა ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. აი ეს კლიშე მას აიყიდა სამწუხაროდ, რომ იგი თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისაგან. და ეხლა ცდილობენ მისი შტაბის წევრები თვითონ რაღაცნაირად, იცით, მე ჩამაყენო იმ პოზიციაში, თვითონ მე არ მინდა დებატებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო როდესაც ჩვენ 4 ტელეკომპანიისაგან გვაქვს მოწვევა, დიდი ხანია უკვე მიღებული. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა, სადაც აი ამ წუთას ვარ, ვიდრე ვსაუბრობ და ბატონი დათო ნარმანია აქ უნდა ყოფილიყო. ტელეკომპანია მაესტრო, მოწვევა მიღებული გვაქვს, ტელეკომპანია იმედი მიღებული გვაქვს და ვაპირებ მისვლას და ტელეკომპანია რუსთავი 2. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ეს ტელეკომპანიები გაურკვეველ ჩემთვის ჯერჯერობით და მოვა წერილი ალბათ მოახსენებს ჩემამდეც, მიიღებ გადაშენებენ გადაწყვეტილებას და გაიმართება რაღაც ერთიან ფორმატში, რომელშიც ასე ანუ იმ პირობებზე, რასაც გთავაზობთ თქვენ ქართული ოცნება, ეს არის დათანხმებით მაგ პირობებშიც მიიღოთ მონაწილეობა დებატებში? რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არ უნდა რატომ განახორდეთ ეხლა მე სად მინდა მოსვლა და სად არ მინდა. ნეიტრალურ ტერიტორიას 1, მე ნეიტრალური წამყვანიას 2. აი ამ ტელეკომპანიაში გაიმართა დებატები ტელემაყურებლებს ახსოვს, რომელიც სწორედ იმ ფორმატის იყო, რა ფორმატშიც მას უნდა მონაწილეობას მიიღება. ანუ საერთაშორისო სტანდარტებით დაცული ფორმატი. 2010 წლიდან იმართება ამ ტელეკომპანიაში ეს დებატები. საერთოდ პრაქტიკულად ეხლა მაგრამ რო გითხრათ ეხლა აინდა მაინც ის ჩემი ის ფორმატი იყო, სადაც მაქსიმალურად კომფორტულად უზრუნდი თავს არა, იმიტომ რომ ასე თქვა შეზღუდულები ვიყავით, ხო? მაგიტო არის ეს ფორმატი, რომ შეზღუდულად იგრძნობს. ამაზე მეტი, ანუ საერთაშორისო სტანდარტით დაცული ფორმატი რა არის, ნამდვილად არ ვიცით. და როდესაც დღეს ჟურნალისტმა დაუსვა ადამიანს, ვინც საუბრობდა, ხო, პრესპიკერს, თუ რა ფორმატზე გაქვთ თქვენ საუბარი, ჯერ თანხმობა მივიღოთო მელიასგან და მერე განაცხადებთო. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად თქვა, ბატონო ნიკა, რომ დღეს თქვენ ამბობთ, რომ თქვენ თანახმა ხართ მათ მიერ შემოთავაზებულ დებატებში და ნებისმიერ ფორმატში მიიღოთ, ნებისმიერ ადგილას მიიღოთ დებატებში მონაწილეობა. ბატონო დათო ნარმანიას, ნებისმიერ დროს 1 საათით ადრე მათ შემოტყობინონ და არა და ხვართა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მივა არ ხუმრობ სერიოზულად უბრალოდ ტელეკომპანიებისგან მიღებული გვაქვს მოწვევა თუ ტელეკომპანიები ჩათვლიან საჭიროდ რომ არ უნდა გაიმართოს ტელეკომპანიებში ეს დებატები და გაიმართოს ერთ ფორმატში ეხლა მე ხო არ მივარ ისეთ ფორმატში სადაც დამხდება მარტო ქართული ოცნების ასე ვთქვათ პოლიტიკური გაერთიანების ვიდეო კამერა ხო ტელეკომპანიები ხო უნდა მოვიდნენ იქ ამიტომ ნუ ვაბნებ საზოგადოებას და გამოჩნდეთ სისხლო ტელეეკრანებზე ბატონი დავით არმანი და ამით ატევი უნდა ვცეთ თბილისელებს მე ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ რომელიმე ტელეკომპანია უარს იტყვის ასეთ დებატებში მონაწილეობაზე მე რამდენიმე მათგანი ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ არის წინააღმდეგი ვინაიდან ჩვენ დაპატი ან მოწვეულები ვართ იმ ტელეკომპანიების პოლიტიკურ შოუებში რომელიც ტრადიციულად ტარდება და მეტყვი პირველ ტურში ხო შედგა ეს დებატები კი ბატონო, მაშინ 4 ვიყავით, ეხლა დავჭით 2 ინტერესი უფრო მაღალია, უნიკალური შემთხვევაა, მეორე ტურია და მეც ძალიან ბევრი, მე ხარ მართლა ერთი შეხვედრა გადავდე და მოვედი თქვენთან. და მე მგონი არა მე და არა ბატონ არმანია სჭირდება ეს დებატები, ამიტომ თბილისელებს უნდა ვცეთ პატივი. ეს არის თვალის ახვევა და ნუ მალავენ ბატონ დავით ნარმანიას და გამოუშალ. მე დარწმუნებული პოზიცია არის პარტიაში ისეთი მათთან, რომ დათო ნარმანია არ უნდა მოვიდეს დებატებში ჩემთან და რაღაც აი ისეთი ასეთი ხრიკს მიადგნენ, სადაც შეიძლება ვიღაცას დააჯერონ, რომ თითქოს მას სურს და მე ამსურს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება. მე მგონი ბევრი სხვა პრობლემები არსებობს ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და დებატები არის ის ასე ვთქვათ შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმაციის მიღწევას მოსახლეობისათვის. მე მართლა და მე და ბატონ დათო ნარმანიას რანდევუზე ხო არა საუბარი, ხო? მე და ბატონ დათო ნარმანია პრობლემა არ გვექნებოდა. მოსახლეობას უნდა ვცეთ პატივი. ამიტომ ბატონ დავით გზად ვარ ნებისმიერ დროს. აი იმ კამერაში შეგიძლიათ თქვა ბატონ ნიკა. კი ბატონო, ცენტრალურ ოფისში, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მოვიდე და გავმართო იქვე თქვენთან დებატები. თავარია თქვენ მოახერხოთ იქ ტელეკომპანიების მოყვანა და მე მოვდივარ. მეტი ახლა რა ვთქვა?
ვეღარაფერს ვერ იტყვით მე, გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე. ცესკორს მიერ დადგენილი თარიღი მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც გახდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კრიტიკისა და პროტესტის საგანი. რატომ ფიქრობთ, რომ აი ეს თარიღი დავით ნარმანიას სასარგებლოდ არის მიღებული? ანუ რა უპირატესად მდგომარეობაში აყენებს მან და მას და თქვენ რაში გზავთ? ვერ გეტყვით, იცით, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ცდელობა ვერ გეტყვით. ეხლა ისეთი რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რომ ვერც ინტუიციური აზროვნებით, ვერც ლოგიკური აზროვნებით ვერ მიხვდები უბრალოდ რა ხდება ნამდვილად. და ძალიან საწყენია, რომ ეს ხელისუფლება შეცდომებში კი არ დაემსგავსა წინა ხელისუფლებას. ბევრად აჯობა, ნამდვილად ბევრად აჯობა. მე პირდაპირ გეტყვით, ეხლა იყო შემთხვევები ხო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც შავზე იძახდნენ თეთრს. იყო ესეთ და მე როგორც მოქალაქე ვიზიანდებოდი ნამდვილად. ეს ხელისუფლება ეხლა პროტესტი გამოგიჩნდა მათონიკა. რა თქმა უნდა, ხმა მაშინ ვიყავ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და მქონდა როგორც კარგიც მომწონდა და ცუდსაც ამბობდი რომ ეს არის ცუდი, ეს არის შეცდომა. ეს არის ხარვისი. მაგრამ დღეს სამწუხაროდ წელიწადზე 8 თვის თავზე ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა უნდა გადაიყვანა განვითარების ახალ ეტაპზე და მართლაც ბანალურად ჟღერს, არაერთხელ მithქვამს, მაგრამ ყველაფერი ის კარგი შეაჩერა აბსოლუტურად. და ის ცუდი განავითარა. აბსოლუტურად რომელი ერთი გითხრათ, აი არ ვიცი, აი რას ემსახურება ის რომ რატომ არ მოგწონთ ეს თარიღი? ანუ რა გამოიწვია ეს პროცესი? გონივრული ჯერ ერთით გუში ღამე 11 საათზე გადაწყდა, შეაჯამეს არჩევნები და რა აუცილებლობა იყო ღამე 11 საათზე კი ბატონო შეაჯამეს, მაგრამ ორი დღე არის ვადა იმისათვის რომ გაასაჩირო ეს გადაწყვეტა, ანუ შეაჯამო არჩევნები და ორ დღეში უნდა დანიშნო კანონის თანახმად მეორე ტური. არ დაელოდა ამ ორ დღეს და დანიშნა 12 ივლისს, ხო? პლუს კიდევ ის ორი დღე თუ კი გასაჩივრდებოდა, მე სასამართლოში უნდა ასე თქვა წასულიყო, ნუ მაქსიმუმ 6 დღე შესაძლებელი იყო რომ ეს ასე თქვა დროში გაწევლილიყო. მე პირადად დარწმუნებული ვარ და ჩემს სურვილსა რაც შეიძლება მალე შედგეს. მაგრამ რა შეაწყოთ მაინდამაც ეხა თუ ეს ყველაფერი რომ გაეკეთებია წინა ხელისუფლებას, აი გულწრფელად ვამბობ ამას და თქვენს დამეთანხმებით ალბათ ბევრი. წინა ხელისუფლებას 12 ივლისს, ანუ რელიგიურ დღესასწაულზე პეტრე-პავლობა დაენიშნა არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ ძალიან პრაქტიკულად ანათემას გადაცემდნენ წინა ხელისუფლებას თუ რა შუაში რატო დანიშნეს 12 ივლისს არჩევნები, ხო? ბატონიკა, თქვენ აი დისკომფორტს ამ განსხვავებები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ის გიქმნით თუ რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორია ზოგადად თქვენთვის 12 ივლისი, ანუ საუბარი იყო იმაზეც სწორედ რომ შესაძლოა მონაწილეებმა ვერ მოასწრონ ამ დარჩენილ ვადებში, როგორ ფიქრობთ თქვენ საქმეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ რეალურად აი ხა რაღაცა კოჭრი არგუმენტი გაჩენოდა ბატონ დათო დარმანიას, აი ვადღე დარჩა ეხა არჩევნებამდე და ვერ ვასწრებ დებატებს იმ ტელეკომპანიებში, სადაც ჩვენ უნდა მივიდეთ. ჩემი სუბიექტური აზრი არის ასეთი. გარდა ამისა, ნუ რა თქმა უნდა, ეხა უკანასკნელ 3 დღეში რა პროცესებიც განვითარდა, ეხა ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ამაზე ხო არ უნდა იყოს ქვეყანაში. ეხა საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ამაზე ხო არ უნდა იყოს. ვიღაცას ხუშტურებზე ხო არ უნდა იყოს ადამიანის დაკავება, არ დაკავება. კი, ჩვენ ვისაუბრებთ მაგაზე. ამიტომ, როდესაც არჩევნებს ნიშნავ 12-ში და აი სრულად არ არსებობდა ამის აუცილებლობა, ამის საჭიროება, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თუ გინდა რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში იყოს. შეხო ხელისუფალი ხარ, შეხო უნდა გინდოდეს რომ ქვეყანაში ხარისხოვანი რეაქციები არ იყოს და არ პროცესები პოლიტიკური არ ბუყებდეს რა. ბატონიკა, თქვენი პარტია, ანუ უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც და კანდიდატის თქვენ ბრძანდებით, დღეს საუბრობდა იმაზე, რომ აპირებთ გაასაჩივროთ ცესკოს გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით. გაქვთ უკვე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, შეგვიძლიათ გითხრათ სარჩელთან დაკავშირებით? მე დღეს თელი დღეა პრაქტიკულად ვარ გარეთ, ანუ შეხვედრები მქონდა, ეს საკეთი იდგა დღეს წლის წესებში, რა გადაწყვეტილება იქნა საბოლოოდ მიღებული, ნამდვილად თავის იმიტომ პირდაპირ შეხვედრიდან მოვდივარ, თუმცა მაღალი ალბათობით ჩვენ ამას გავასაჩერებთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად 12 ივლისს დარჩება ეს თარიღი არჩევნების მეორე ტურის, მივალთ ყველანი ერთად არჩევნებზე და აი
ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ამაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, ხო? 5 წუთია ვსაუბრობ და არ მისაუბრია იმ თემებზე, იმ პროგრამაზე, რაზეც მერობის კაინერებმა საუბრობთ. ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თავარი მიზანი იყო, როგორც ჩახერხა ბატონი დათო ნარმანია იყო, ჩვენ და დებატებში, რომელიც პირველი ტურის წინ გაიმართა, ამაზე ძალიან ვსვათ ვისაუბრეთ და თქვენ გქონდათ სწორედ ამ საშუალება. მაგრამ მეორე ტური არის აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. რა თქმა უნდა, მე მოგცემთ ახლა საშუალებას, მაგისას უბრალოდ მინდა რამდენიმე კიდევ სხვა კითხვა დავსვა გახმაურებულ თემებთან, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. გიგი უგულავას დაკავება თქვენი პარტია ამასაც უკავშირებს არჩევნებს. რატომ ფიქრობთ, რომ აი ეს მართლაც ესეა და არჩევნებთან არის დაკავშირებული? მაშინ, როდესაც თქვენი საარჩევნო შტაბის უფროსის წინააღმდეგ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაყენებული. ბატონო, არა მარტო საარჩევნო შტაბის უფროსის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე შეიძლება იყოს სხვადასხვა დროში, სივრცეში, მაგრამ არ არსებობდა საუბარია რაზე. არ არსებობდა ადამიანის წინასწარ პატიმრობაში აყვანის აუცილებლობა არანაირად, მით უფრო როდესაც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ხომ? ეხლა ის არგუმენტი, რომ გიგი უგულავა აპირებდა მიმალვას, აი რამდენიმე ქართული ოცნების ხარდაჭერს, ესე ძალიან მკვეთრად გამოკვეთილ ხარდაჭერს დღეს შევხვდი და გულწრფელად ვკითხე, ჯერა ამ არგუმენტის და პირდაპირ ვიტყე, რომ არა. შეუძლებელია ეხლა ადამიანი 19 წავიდა, 13-ჯერ დაბრუნდა, სად უნდა მიმალულიყო, აი გამორიცხულია. ეს იყო ანუ თქვენ აპროტესტებთ ამ ეტაპზე დაკავების ფაქტს და არა იმას, რომ მის წინააღმდეგ მორატორიუმი, რა თქმა უნდა, ის ვისაც რაღაცაში, ასე ვთქვათ, დანაშაული მიუძღვის, ვინც არ უნდა იყოს. ამაზე არ ვდავალთ. ვინც არ უნდა იყოს. იმან უნდა ააგოს პასუხი, მაგრამ ეხლა პოლიტიკური აქტი იყო ეს. ნამდვილად იყო დაკვეთით განხორციელებული დაკავება. ნამდვილად ვისი ძალიან დიდი სურვილი იყო ეს, მოდით ამაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ნათელი არის ალბათ ამაზე პასუხი ბევრისათვის, მაგრამ როდესაც არჩევნები გაქვს 12 ივნისს. რატო ვისაუბროთ? ვისი სურვილი იყო ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ქართული ოცნების ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობისგან, ან მისი ჩრდილოვანი მმართველისგან, სამწუხაროდ განიცდით, დღევანდელ ხელისუფლებას ყავს ჩრდილოვანი მმართველი და მიუხედავად პატივისცემის, ეხლა მე მომწონს, მე არ მომწონს, ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ის ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის. მაგრამ ასევე ნაკლებად ჯერა ვინმეს, რომ დღეს ჩვენ ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. აი ამ ჭიქას, აი ეს ვერ აიღებს და აი აქ ვერ დადებს ჩრდილოვანი მმართველის გარეშე. ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან ცუდი. რატომ ფიქრობთ, რომ ასეა, ბატონო? ასე ფიქრობ, ნამდვილად არა მარტო მე, ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი მაგალითი უკვე მოგცა და გვანახა ხელისუფლებამ უკანასკნელ წელიწადების განმავლობაში, რომ ასე ვიფიქროთ. ეს არის ძალიან სამწუხარო. თუკი ბატონიკა, თუკი გიგი უგულავას წინააღმდეგ იქნება საკმაოდ მტკიცებულებები, მე მორატორიუმზე გეკითხები, თუ იქნება მტკიცებულებები მნიშვნელოვანი მის წინააღმდეგ. რა უცილებლობა იყო, როდესაც შტაბის უფროსობა არის ერთგვარი იმუნიტეტი ამ შემთხვევაში? არა, იმუნიტეტი, საარჩევნო შტაბის უფროსი იყო რეალურად ადამიანი და მორატორიუმი გამოაცხადეს, თავად თქვენს, რომ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო პროცესებში, მათ მიმართ შეწყდება დროებით სისხლისმღვრელობის დევნა, რომ ნორმალურ პროცესებს ჰქონდეს ადგილი. და ერთი დღით ადრე დაკავებამდე, ხალბატონი თეა წულუკიანი გამოვიდა ჩემი თვალით, ასე დავინახე და მოვისმინე ჩემი ყურებით, ხო? მან განაცხადა, რომ არ მოხდება არავის, ასე ვთქვათ, დაბარება მეორე ტურის დასრულებამდე. და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საათში, ესეც იმაზე მეტყველს, რომ შეუთანხმებლობა არის შიგნით გუნდში ძალიან სამწუხარო. არანაირი აუცილებლობა არ იყო გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაში მოთავსების, მით უფრო როდესაც 12 საათით ადრე სასამართლო გამოიტანა გადაწყვეტილება, უარი უთხრა პროკურატურას, არ დააკმაყოფილა არც ერთ ნაწილში, არც პასპორტი ჩამოართვეს, არც უარი უთხრეს ქვეყნის საზღვრების დატოვებაზე აბსოლუტურად. თუმცა სხვა საქმეზე დააკავა შემდეგ ფინანსურმა. რა თქმა უნდა, ეს მეორე საქმე, ეხლა მესამეს დააწიეს, მე მგონი მარნეულში საარჩევნო, ასე ვთქვათ, უბანზე შესვლას, რომელიც უკავშირდებოდა, ხო, უგულავას. ნათელია, არა მარტო მე, აი ნეიტრალურმა ხალხმაც განაცხადა, ხო, ტელევიზიითაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და მით უფრო საინტერესო, როდესაც თავად ქართული ოცნების ხარდაჭერებშიც მუსილებს ეს აზრი, რომ ეს გავს პოლიტიკურ, ასეთ მიდით არ დაიჯერო, ეხლა ძალიან ოპტიმისტი უნდა იყო, არ დაიჯერო, რომ ეს არ არის პოლიტიკური დაკვეთა. 8 დღეში არის არჩევნები და შენაკავებ პოლიტიკური გაერთიანების შტაბის უფროს,
რომლის კანდიდატი არის მეორე ტურში. თქვენ საარჩევნო კამპანიაზე იმოქმედებს უგულავას გაცილებით მეტი ენერგია მომწ, გაცილებით მეტი სტიმული, გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, მონდომებულები ვართ ყველანი ჩვენ, იმიტომ რომ იცით, გუშინ თქვი და იგივეს გავემეორებ, რაც არ კლავს გაძლიერებს და ეს ის შემთხვევა არის, ნამდვილად არის. და კარგი იქნებოდა ეს რომ არ მოხდარი, კარგი არა ქართული ოცნებების ნაციონალური მოძრაობისთვის, იცით, ჩემს ყველაზე საწყენი არის რომ ერთ წრეზე ტრიალს გავს ჩვენი ცხოვრება. ნამდვილად, აი 34 წლის ვარ მე და აი მოვა ერთი ხელისუფლება, დაუშვებ შეცდომას, დამნაშავ შეცვლიან ამ ხელისუფლებას, ავირჩეთ, გავაფეტიშებთ, გავა 2 წელიწადი, იმაზე უარესი ააკეთებს, მე მოვა მესამე ხელისუფლება, გააკეთებს იგივე. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეს არჩევნები, რომ ცივი გონებით გააკეთდეს არჩევნები. ერთხელ და სამუდამოდ ბალანსი იქნეს დაცული სახელმწიფო რგოლებს შორის. აპირებთ თუ არა რაიმე შეცვალოთ თქვენს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში, თუ თვლით რომ პირველ ტურში ნაჩვენების შედეგის მიუხედავად თქვენი სტრატეგია პირველი ტურის იყოს სწორი და მართებული. ერთად რა თქმა უნდა, ერთადერთი მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავით ნარმანიას თავად ეხა ხუთჯერ მქონდა, მათ შორის ამ სტუდიაში ჩვენ კულისებში შეხვდით და მე ვუთხარი ბატონ დავით შეხვდებით მეორე ტურში. ხუთჯერ მაქვს ეცინოდა და მისთვის ნათქვამი და არ არსებობს. აი ეს იყო მისი პასუხი. და ნუ ფათაშორის ეს ბოლომდე გაიტანა თავისი ეს ფრაზა და გავხსოვთ ხო არჩევნების ასე ვთქვათ დღე საღამოს 11 საათზე კითხვა რომ არ არის მეორე ტური არ არის და ჩემი თვალით პაკრანახი თავისუფლების მოედანზე საკონცერტო სცენას აწყობდნენ. და რეალურად ნუ ასე ვთქვათ შტაბის წინაც იზეიმეს ესეც ჩემი საზრით იყო ანუ თქვენ ზათ იყავით მეორე ტურის მე არც უშვებდი იმას რომ მეორე ტური არ იქნებოდა გულწრფელად გეუბნებით მე ამ ქალაქში მართლაც ძალიან აქტიური კამპანია ჩავატარე და არ შეიძლებოდა რომ ამდენად ჩემს დარიყავი იმ გაწყობებში რასაც მე ვხედავდი რომ არ ყოფილიყო მეორე ტური თავიდან ვამბობდი რომ გამარჯვების გზა გაუმჯობესებთ შედეგს დარწმუნებული ვარ ეს იქნება არჩევნები მეორე ტურში სადაც ბუკვალურად ერთხმას ექნება მნიშვნელობა. ჩვენ ბევრად უფრო მობილიზებულები ვიქნებით. მათ შორის საარჩევნო უბნებზე, ახლა 720 უბანი არის და მაგალითად ვაძლიერებთ დამკვირვებლების თვალსაზრისით ამ უბნებს, 720 უბანზე გქონდა მხოლოდ 360 უბანზე ვიდეოკამერები, ახლა 720-ზე იქნება, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ნებისმიერი მოქალაქის ხმა. და მე ვფიქრობ რომ თუ სთავაზობთ რამეს ამ მომრჩეველს ამ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის მე რასაც სთავაზობ რეალურად ასე ვთავაზობდი უდიდესი ჩემი სურვილი არის რომ მიუხედავად იმისა რომ მე ვიყრი კენჭ პოლიტიკური გაერთიანებიდან ხო ჩემი სურვილი არის რომ დედაქალაქს ყავდეს მერი რომელიც შორს იქნება ვიწრო პარტიული ინტერესებისგან რამდენად მოახერხებთ თქვენ ამას ბატონო წინა შემთხვევაში მე ამბავი არ გადადგამდი იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ქალაქი და ამას მე ხშირად მეტყვაზე გიგისთვისაც და ერთ-ერთი მაშინ დამოუკიდებლად რატომ არ დააყენეთ თქვენი კანდიდატურა? არა, ჯერეთით მოდით დავიწყოთ იქიდან რომ დამოუკიდებლად კანდიდატის ასე თქო წამოყენება ქალაქის მეურვეობაზე შეუძლებელი არის, ვისაც არ უნდა გაუჩნდეს, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ შეცვალა ეს შეიტანაცვლება კანონში, მაგრამ იყრიდა პოლიტიკური გაერთიანებიდან კენჭ არ ნიშნავს რომ შეიძლება არ იყო დამოუკიდებელი, ნამდვილად. მე მართა გეუბნებით რომ ერთ-ერთი ხარვეს და ერთ-ერთ ნაკს გიგიში რასაც ერთ-ერთს ხედავდი იყო ის რომ ის ამავე დროს იყო მერი და ამავე დროს იყო პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ხო ურსამსახურში იყო რეალურად ნიშნულოვანია ამ ქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი და მე ვსყავს ჩემს სამეგობრო წრეშიც ხო ჩემს სანაცნობო წრეშიც არ შეიძლება ამ ქალაქში ცხოვრობდეს ხალხი რომელიც იქნება ყველანი ერთ ჭკუაზე ამიტომ დედაქალაქის მერი უნდა იყოს აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ, დისტანცირებული და განცდა უნდა რჩებოდეს ყველას ეს არის ყველას მერი. ამაზე ვწყდება დღეს გული, როდესაც გამოდის ბატონი პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს იმ დაგვარად, რომ გინდა არ გინდა რჩება და შტაბის-ჭილება, რომ ის არის მხოლოდ ქართული ოცნების კოალიცია ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი. მეცაც გეტყვით, წინა წლებში პრეზიდენტი როდესაც გამოდიოდა, ხო? იგივე განსამჩნევოდა როგორც მოქალაქის. არ შეიძლება ეს რიტორიკა, ამიტომ შეცდომები უნდა ვისაუბროთ შეცდომებზე და გავითვალისწინოთ წინა ხელისუფლების შეცდომები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პროგრამა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს უკვე ჩვენი საზოგადოება, რასაც მე ვთავაზობ და ამიტომ არის კარგი დებატები ნამდვილად, რომ გააკეთოს არჩევანი ამ მრჩეველმა
რას თავაზობს ბატონი ნარმანია, რას თავაზობს მე, რამდენად შეძლებს იმის განხორციელებას ბატონი ნარმანია. რა არის მთავარი განმასწავლებელი თქვენსა და ნარმანიას საარჩევნო პრიორიტეტს და პროგრამას შორის და თქვენს შეთავაზებას შორის? თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მთელი განმავლობაში გექნებოდათ ამ ანალიზის საშუალება? ანუ რა არის განმასხვავებელი? განმასხვავებელი არის, რომ ბატონი ნარმანია საუბრობს იმ პროექტებზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც რეალურად აესე უბრალოდ აბსტრაქტულად რა ამას გავაკეთებ. ჩვენ საუბრობთ და მე ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რომელთა 95% არის დამუშავებული და დაგეგმილი. აი ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსაკუთრებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქალაქში არ შეწყდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქალაქში რეალურად დღეს აი ეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომელზეც მეტროსა და ავტობუსში შეღავათიანი სატარიფო სისტემა, რომელიც 2010 წლიდან უკვე არსებობს და 600,000 ადამიანი შეღავათებით სარგებლობს. გახდეს უფრო ფართო და მთელი რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო, ხოლო ყველა თბილისელისათვის ნაცვლად 50-ისა გახდეს 20-ით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ხიდები, ის ესტაკადები, რომელთა ასე ვთქვათ პროექტები არის მზად და მოლოდინის რეჟიმშია, განხორციელდეს და არ შევაჩეროთ ის პროექტები, რომელიც ქართული ოცნების ხელდასმით შეჩერდა. დღეს ვიყავი ხავჭალაში, სადაც სამანქანო ხიდს ჩვენ ჭედიას ქუჩაზე და ანდრონიკაშვილისა და ჭედიას ქუჩის ასე ვთქვათ კვეთაზე ვაშენებთ, ხო? და კიდევ ერთხელ ძალიან გული დამწყა, თუ რატო შეაჩერა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმ ხიდის მშენებლობა, რომელიც უნდა დაეკავშირებია ვეფხვისა და მოკვლის ძეგლთან ორი სანაპირო ერთმანეთთან, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მეტროსადგური უნივერსიტეტის ასე ვთქვათ მშენებლობა დაიწყოს და ეხლა თითქოს ამ ნაბიჯებს გამენდა მივესალმები, იმიტომ რომ აუცილებელია და ის პროექტები ერთის მხრივ, რომელიც შეჩერდა და მეორე მხრივ, რომელსაც გეგმავთ და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე პროექტი მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომელიც ჩვენ უკვე განახორციელეთ თემქის დასახლებაში, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე პროექტია და გულისხმობს იაფი გათბობისა და ცხელისწყლის სისტემას და კონკრეტული ეფექტი, კონკრეტული შედეგი უკვე მაცხოვრებლებს იქ აქვს იმ კორპუსში. ზაფხულში აბსოლუტურად უფასო არის კომუნალური გადასახადი ცხელწყალზე და ასე გათბობა ზაფხულში არ გვჭირდება, მაგრამ ზამთარში 30%-ით მცირდება. ეს არის ის პროექტი, რომელიც უნდა განზოგადდეს თბილისის მასშტაბით. ჩვენ როდესაც აი ამ პროექტებზე საუბრობთ, ჩვენ არ საუბრობთ, რომ მე ამირჩევთ, მე ამაზე ვიმუშავებ, მე ამ პროექტებს მოვამზადებ. ეს პროექტები მზად მდგომარეობაში არის. და ყველაზე მნიშვნელოვანი ასე თქვა განსხვავება თავად და კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო და მინდა ნათქვამიც მაქვს მისთვის მე პირადად არის ის რომ ბატონი დათო ნარმანიას დამოუკიდებლობის ხარისხი აბსოლუტურად ნულს ქვემოთ არის. ეხლა მოწონს მას, როდესაც მე ამას ვამბობ, არ მოწონს ვიძახის სიმართლეს. მაპატიოს ყველა მისმა ხარდაჭერა თუ მაინდა-მაინც არ სიამოვნებს, როდესაც მე ამას ვსაუბრობ მის შესახებ, მაგრამ მართლაც ესე არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დედაქალაქის რა არის თქვენი მიზანი ამ შემთხვევაში მეორე ტურისტის? ჩემი მიზანი არის. თქვენი მიზანია ის რომ გააუმჯობესოთ პირველი ტურის მაჩვენებელი, თქვენი მიზანია ის რომ რამდენადაც ეს იქნება არჩევნები, სადაც პირდაპირ გეტყვით, იქნება შანსები 50-50, ძალიან კარგად იციან მათ, ძალიან კარგად იციან თბილისი არის ძალიან პატარა და ვიცი მე ეს ყველაფერი და არც მიკვირს რეალურად, სადაც თვითონაც ექნება მნიშვნელობა და მნიშვნელოვანია ასევე, რომ სახელმწიფო რგოლებს შორის ბალანსი შედგეს ნამდვილად. ბალანსი შედგეს და ესეც პრობლემა იყო წინა წლებში, ნამდვილად, როდესაც ჯეკპოტივით არ უნდა ხსნიდეს რომელიმე ერთ პოლიტიკური გაერთიანების ასე ვთქვათ გაერთიანება თანამდებობებს. დანიშნავდი იქნება ეს თუ არჩევითი. მნიშვნელოვანია რომ დედაქალაქის მერს, მაგალითად, დედაქალაქის მერიას ხელმძღვანელობდეს მელია, მაგალითად, და სხვა პოლიტიკური გაერთიანებიდან რომელიც თვითონ ქართულ ოცნებას დაეხმარება და ბალანს გაუწევს. ანუ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვანია. წინა წლებში მაგალითად ეხლა დედაქალაქის მერზე ყოფილიყო სხვა პოლიტიკური მაღალი ლეგიტიმაციის სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი. თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ? აი ფონზე როდესაც საკმაოდ მწვავეა დაპირისპირება ამ ორ პოლიტიკურ პარტიაში მაღალი ლეგიტიმაციის, როდესაც შეხარ ახალი არჩეული მერი შეგვიძლია მაღალი ლეგიტიმაცია. მე შეხნაბოდ თქვენ გულისხმობთ რომ აი იყო რაღაცა პერიოდი მაგალითად და არ შედგა ხო ეს თანამშრომლობა, იმიტომ ეხლა ადამიანს ეხლა პოსტარჩევნები 2012-ში ის გულისხმობ გულავას, ყველაფერი დააბრალეს, ხო, აბსოლუტურად და მოხდა მისი დისკრედიტაცია. და
როდესაც ახალი არჩეული ხარ, შენ სხვა ლეგიტიმაციის მატარებელი ხარ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს არის 10 ნორმალური ქვეყანა რო ავიღოთ განვითარებული. ძალიან 8-ში ჩვენ ნახავთ ძალთა ბალანსს. ეს იყო, აი, ჩემის აზრით, დედაქალაქის მერია. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თქვენთვის პრობლემაა წარმოადგენს ის, რომ უკვე საკრებულო არის დაკავშირებული. ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ ფორმაში ვამყოფებთ ერთმანეთს. გამიგეთ? და როდესაც ეს ბალანსი არსებობს, რიგითი მოქალაქე თუ კი იჩაგრება რომელიმე მინისტრის ან სამინისტროს მიერ, მას აქვს მოსასვლელი ჩემთან. როდესაც მე ვჩაგრავ მას აქვს მისასვლელი მასთან და ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით საქმის კეთებაში. მაგრამ როდესაც ერთი გუნდის წევრებით არის დაკავშირებული, რა გარანტია აქვთ ადამიანებს მოსახლეობას იმისი, რომ თქვენ ერთმანეთთან არ გადაყვებით, ასე ვთქვათ, კინკლაობას და ამითი არ დაზარალდება ის მეცემ კითხეს რომ აი ხო იყო საუბრობდნენ კოჰაბიტაცია ძალიან ხშირად საუბრობდნენ აი კოჰაბიტაცია დამთავრდება და მე დაიწყება ამხშენებლობა და წავიდა წინა პრეზიდენტი აუჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ესეთი უნდა კოჰაბიტაცია ეხლა როდესაც როგორიც არის მაგალითად ახალდარჩეულ პრეზიდენტსა და ასე ვთქვათ მთავრობას შორის ხო იმიტომ რომ ყველანი ვიცით რომ მათ შორის მაგალითად სიყვარული არ არის ხო ეხლა შუაში და ეს არის მაგრამ უცბად ვამბობ ანუ მნიშვნელობა და ამაშიც ვერ ხედავ ტრაგედიას არ არის ხა აუცილებელი რომ ყველას ერთმანეთში რაღაცებში ეთანხმებოდნენ ყოველთვის რამდენად დაიჯერებს მოსახლეობა ამას რაზეც მე ხარ საუბრობ სწორედ ამისთვის არსებობს ეს კამპანია მეგონი და გეყოფათ აი ეს 7 დღე იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად დააჯეროთ მოსახლეობა ბატონო რაც დარჩენილია არჩევნებამდე უმჯობესი იქნებოდა ხა 7-ის მაგივრად ნაცვლად ყოფილიყო 17 ან 27 თუნდაც ხო მაგრამ პირველი ტური დასრულებული არ იყო რომ მეორე დღესვე მე გავაგრძელე კიდევ უფრო აქტიურად საარჩევნო კამპანია და ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა და ძალიან დიდი წვენა მაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩატარდეს და ძალიან რთულია აი დაინსვა გარდაიცვალა მითი იმისა რომ ეს ხელისუფლება აი იყო ასე ვთქვათ მომართული რომ სამართლიანი არჩევნები მიგვიღო ჩვენ იმიტომ რომ მოხდა ისეთი ფაქტები სადაც რთულია თქვა რომ არ დაირქვა ასე ვთქვათ კანონი მაგალითად მარნეულში მაგალითად სხვადასხვა რეგიონებში ხო მე იცით რას მაგონებ დღევანდელი ხელისუფლება გულს აი წინა წლებშიც ასევე როდესაც ეუბნებოდი რომ პრობლემა არის არ არის პრობლემა ეხლა ძალიან ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მაგხომე შეხვედრა ქუჩაში ხვდები და ვეუბნები რომ აი ეს პრობლემა არის პასუხი რა აქვს იცით არ მჯერა ასევე იძახდნენ წინა წლებში რომ არ მჯერა მაგრამ მე ხო დაიჯერის ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არ მჯერა კი არ მითხრათ და კი არ უთხრათ ერთმანეთს რეალურად ქართული ოცნება ადრე თუ გვიან დათუნდა ამაზე საუბარი ხო ხელისუფლებიდან წავა ეს ჩვეულებრივი ამბავი პოლიტიკური პროცესია ხო მოვა მეორე პოლიტიკური გაერთიანება ისიც წავა მე მომოსწრე მაგრამ რაღაცა ხომ დავტოვოთ ხო მე წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში მართა გულწრფელაზე ისიც ძალიან ბევრი სიკეთე შეიქმნა ძალიან ბევრი წინსვლა იყო ძალიან ბევრი მიმართულება მაგრამ ამავე დროს ბევრი შეცდომების იყო დაშვებული და აი წყდება გული როდესაც აი ამ შეცდომებს ვიხსენებ ეს შეცდომები რო არა ბევრად უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის ეს ხელისუფლება როდესაც წავა ასე გადავა ოპოზიციაში ხომ აი სულ ფიქრობ ხოლმე ჩემ თავთან მარტო რჩები აი რაზე უნდა დავწყოს გული აი რა დატოვა გარდა იმისა რომ უბრალოდ დაასდევს ვიღაცას დასაჭერად გარდა იმისა რომ აი ბოღმით არა რაზე უნდა დავწყოს იმიტომ რომ რაღაცა რო გულწრფელობა მაშინ როდესაც რაღაცას აკეთებ და ამავე დროს შეცდომას უშვებ ხო და წერო როდესაც შეცდომა ვარ დაეშოთ კიდე მეც გააკეთებ ამიტომ მნიშვნელოვანია ამოიწურა ჩვენი დრო მე მინდა თუ გსურთ რომ მიმართოთ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთადერთი რაც მინდა მართლაც თბილისელებს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანი გამოვცხადეთ არჩევნებზე. მე მესმის რომ ეს არის შუა ზაფხული, ძალიან ბევრი შეიძლება ქალაქიდან გასული იყოს ან ამიერიდან აპირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს არ არის ჩემი არჩევნები, ეს არ არის ქართული ოცნების კანდიდატის არჩევნები, ეს არის ჩვენი არჩევნები. ჩვენ უნდა განსაზღვროთ თუ ვინ მართავს ჩვენ დედაქალაქს 3 წლის განმავლობაში, ვინ იქნება ჩვენი პირდაპირ საყვარელი დედაქალაქის სახე. და ვის ვანდობთ ჩვენ ქალაქს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა გამოვცხადეთ საარჩევნო ყუთებთან და გავაკეთოთ პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად გავიაზროთ, არ ვირჩევთ მერს 2 თვით, არ ვირჩევთ მერს 3 თვით, მერს ვირჩევთ 3 წელზე ოდნავ მეტი პერიოდით. და მნიშვნელოვანია რომ გააზრებული არჩევანი და ვიღაცის ჯინაზე ვიღაცას ხმა არ მიცემთ ამ პირდაპირ. მე ხა ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ თქვენ დამოუკიდებლად მითხარით, დამოუკიდებლად რო გეყარათ კენჭი თქვენ მეტი შანსი გექნებათ მეუბნებიან ამას ხა
ესეთ ამაზე როცა ვისმენ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებას თბილისის მერად კი არ ვიჩვენებთ. ჩვენ ვიჩვენებთ ეხლა ან ნიკა მელიას, ან ბატონ დათო ნარმანიას, რომელიც მართლა არჩევს და გული მწყდება. ბატონო დავით, აქ რო ყოფილიყავით ძალიან გამიხარდებოდა და იმედია სხვა ტელეკომპანიებში მაინც შევხვდებით. მანამ სანამ მე ეგეწევით თქვენ. ძალიან მეწყება ასეთი მოხდება, არ დაგიმალავთ სხვათა შორის. ნახოთ. ეს გამოვიდა ადამიანი, რომელიც თვის პასუხობრივი ძალიან გავს მე პრესპიკერი ქართული ოცნების დასუსტებისა ბატონ ნარმანიას საუბრობდეს და წერილი გამომიგზავნა. არა, რა წერილი გამომიგზავნა, ანუ როდესაც 24 საათი შევსაუბროთ ტელევიზიის მეშვეობით და თუ კი გამოვაგზავნა ეს წერილი, როდის უნდა მოვიდეს? აი რა წერია ხომ უნდა დაიწეროს. თქვენ უკვე უპასუხეთ ჩემი ეთერის საშუალებით, ასე რომ მე ძალიან დიდი მადლობა თქვენ და იმედია ასეთი ლაფსუსი მომდევნო წლებში არ მოხდება, მით უფრო თქვენ ბრძანეთ რომ 2010 წლიდან ეს დებატები იმართება საერთაშორისო სტანდარტებზე. ყველა არჩევნებზე არც ერთი კანდიდატი, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ეს თუ მერობის კანდიდატი, უარს არ იტყვის და არ დაემსგავსება ბატონ ნარმანიას. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, ბატონ ნიკა მელია. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი პასუხობდა ჩემ შეკითხვებს. მე მას წარმატებას ვუსურვებთ. რეკლამა ეხლა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ უკვე ქართული ოცნების წარმომადგენელთან, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილთან ერთად დავბრუნდებით, დაგველოდეთ აუცილებლად.